დიდი პრივილეგია ჩემთვის, რომ ვიმყოფები თქვენს წინაშე, პარლამენტის წინაშე. The triumph of democracy over repression. გამოხატავს ჩვენთვის დემოკრატიის გამარჯვებას რეპრესიებზე და ქვეყნის გამძლეობას. ქვეყნის რომელმაც იბრძოლა და მოიპოვა ევროპული მომავალი. დღეს, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი საფრთხეების წინაშეა, როდესაც საქმე ეხება მის დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს, მე გამოხატავ არა მხოლოდ მადლიერებას აქ, არამედ მოგიწოდებ ქმედებებისკენაც. ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. დამოუკიდებლობის დროს მე მახსოვს 9 თებერვალი თუ არ მეშლება თქვენ გქონდათ რეფერენდუმი. In a few days we're going to celebrate massively on the streets of Tbilisi also our referendum on independence which happened on 31st of March 1991 because that's a major symbol when we said no to occupation, no to the Soviet times, yes to independence, and more than 90% of the Georgians took part in that referendum. რომლის დროსაც კი ვუთხარით დამოუკიდებლობას და თავისუფალ მომავალს. თქვენი სოლიდარობა ჩვენს გვერდით არის მას შემდეგ. In Europe, from neighborhood to association, from visa liberalization to candidate status. ასოცირება, ვიზა ლიბერალიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თქვენ ჩვენს გვერდით იდექით. თქვენ ჩვენს გვერდით იყავით 2008 წლის ომის დროს. თქვენ მხარს უჭერდით ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს, მხარს უჭერდით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ასევე ჩვენი ეკონომიკის გაზრდას და გამრავალფეროვნებას. დღეს კვლავ გახართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ახლა საქართველოში კრიზისი მწვავდება. გამწვავდა Beyond the mere political crisis, უბრალო პოლიტიკურ კრიზისს, გასცდა არჩევნების საკითხს, the results of an election when a ruling party tries to consolidate its power at whatever cost to compensate the popular support that has started eroding. We are confronting somehow different challenge that we can only qualify as an existential challenge and a salvation of our destiny. ეგზისტენციალური გამოწვევა. მართველი პარტია, რომელიც მოვიდა, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება, because it came to power with a pro-European program. საქართველოს საზოგადოების მიერ, რადგან ისინი მოვიდნენ ევროპული მომავლის პროგრამით, რეფორმების მომავლით. 28th of November last to turn it back on its own promises, enshrined in the Constitution, Article 78. Turn it back on the expressed will of the nation to bring Georgia into the European family. And contrary to all expectation and to all aspirations of the Georgian people, starts to push Georgia back as a Russian domination and back into the Russian model of country. The Russian nightmare, which we thought was part of history since our independence, is coming back to haunt us in the 21st century. In Georgia today, we are a nation under repression. ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები. Into police stations, falsely accused, ისინი მიხავთ პოლიციაში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ მათ. ახლა, როდესაც აქ ვდგავარ, ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო მიმდინარეობს. Irregularity and repression. And he might be charged for 11 years. შეიძლება 11 წელი მიუსაჯონ. არაფრის გამო. იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა. The roaring Russian tactics has weaponized ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას, ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, მართლმსაჯულებას, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. არის ცნობილი შემთხვევა ზია ამაღლობელის საქმე, რომელიც ავტორიტეტული
or the actors and ჟურნალისტი არ students who რომელიც joined აშუქებდა peaceful demonstrations only to საპროტესტო მოძრაობას be charged for group violence. ასევე სტუდენტები რომლებსაც რომლებსაც ბრალსდებენ from police officers რომ ისინი and მონაწილეობდნენ ჯგუფურ government ძალადობაში pressure. These are not criminals. These are ordinary citizens ეს ადამიანები who live კრიმინალები in freedom. არ არიან ისინი არიან And yet, უბრალო in მოქალაქეები today's რომლებსაც Georgia, სჯერათ believing in democracy თავისუფლების და is მომავლის enough to put you behind bars. დემოკრატიული მომავლის რწმენა დღეს უკვე საკმარისია იმისათვის რომ Those who should be serving their ციხეში ჩაქსვან. country and population are accused publicly because of their ისინი ვინც expressed ემსახურებიან opinions by members of the საქართველოს governing ინტერესებს, board of the public მათ channel of anti-state ბრალს სდებენ activities that should be ანტისახელმწიფოებრივ investigated by ქმედებებში, the რომლებიც general prosecutor. პროკურატურის მიერ უნდა იყოს გამოძიებული 1937 suddenly sounds very close. The repression is not just political. It is also რეპრესიები არ არის მხოლოდ financial. პოლიტიკური, New set ასევე არის of ფინანსურიც. draconian laws ახალი has დრაკონული been introduced კანონები to that მიიღეს effect. Peaceful ამ მიზნის protesters მისაღწევად. face მშვიდობიანი massive fines, 5,000 აქციის lari, მონაწილეები მასობრივად about $1,800 ჯარიმდებიან. დაახლოებით when 5,000 the ლარის minimum wage is ოდენობით, 200 laris, როდესაც and the average wage საარსებო about მინიმუმი 1,500. დაახლოებით 200 ლარია. And that for each fine, თითოეული ჯარიმა, როდესაც you can be რუსთაველის fined, გამზერს გადაკვეთ, and that amounts to, for some people to 5 times, შეიძლება 7 ჯარიმა times, 10 times. დაგეწერონ. ეს შეიძლება თითო ადამიანის შემთხვევაში 5-ჯერ, 7-ჯერ მოხდეს. ეს სპეციალურად არის ასე გაკეთებული, რომ ფინანსურად გაანადგურონ აქტივისტები და მოქალაქეები. სოლიდარობისთვის შექმნილი ფონდები, რომლებიც ემსახურებოდა იმას, რომ დახმარებოდა ფინანსურად ამ ადამიანებს, გაყინეს. all activists and politically active persons. გამკაცრად აკონტროლებენ აქტივისტების, პოლიტიკოსების ფინანსურ შესაძლებლობებს. შეიძლება დაგიჭირონ ბუნდოვანი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. მაგალითად დღეს ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მასაც დაემუქრნენ იმის გამო, რომ მას არ სურს აღიაროს ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი კომისიის ლეგიტიმურობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, რომლებიც საერთაშორისო დახმარებას იღებდნენ, მათ ელით ყველა ამ გზის ჩაჭრა, ისევ როგორც ეს რუსეთში ხდება. Under the so-called American model, FARA law, აგენტების კანონს კიდევ უფრო გაცრდება but that is being adopted with ფარას კანონს, practically closes all channels of possible თვითონ ამერიკულია სინამდვილეში მას არაფერი აქვს საერთო ამერიკასთან. but also for small enterprises, ეს კიდევ უფრო შეზღუდავს regional or ფინანსურ central შესაძლებლობებს, Those are რომლებიც შეიძლება under ჰქონდეთ რეგიონულ increasing მედია pressure საშუალებებს, and სამოქალაქო through ორგანიზაციებს. additional regulations, they're also ასე შემდეგ. constrained, and critical ასე რომ information გაცრდება is more and more constrained. რეგულაციები და კრიტიკული ინფორმაცია მეტად იზღუდება. And convincing citizens of the capacity of აუცილებლად the state to ნერგავენ control შიშს everything is და მოსახლეობას exemplified ცდილობენ დააჯერონ, by the multiplication რომ by the სახელმწიფო ყველაფერს of the აკონტროლებს. cameras in all central locations, ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე using აყენებენ artificial intelligence კამერებს, to იყენებენ allow ხელოვნურ face ინტელექტს, recognition, სახის ამოცნობის identification, ტექნოლოგიებს, and repression of all protesters. იმისათვის, The ruling party that leads რომ შეავიწროვონ these endless repressions აქციის μονაწილეები. is not, meanwhile, governing the country. ამავდროულად, There is no ამის პარალელურად economic policy, no foreign policy beyond attempts at handshaking ხელისუფლება to show არ to the ეწევა ქვეყნის population that somewhere მართვის someone პროცესს. recognizes them. არ არის არანაირი ეკონომიკური No გეგმა, positive measures არანაირი or დადებითი policies that would aim at making the country სტრატეგია, more effective, more stable, რომელიც გახდიდა ქვეყანას solve უფრო social სტაბილურს, issues, or ან prevent მოაგვარებდა სხვა the სოციალურ looming პრობლემას, economic and financial crisis. შეეწინააღმდეგებოდა Repression has ძვავე become ფინანსურ the კრიზისს, only რომელიც and exclusive policy. გვიახლოვდება. So this is not just an erosion of ეს არ არის democracy. მხოლოდ დემოკრატიის It is its ჩამოშლა systematic და ეროზია, destruction ეს არის that მისი carries with სისტემური it the de facto განადგურება. annihilation of the state. No independent institutions არანაირი are left. თავისუფალი ინსტიტუტები არ The დარჩა, parliament does not პარლამენტი really exist არ beyond the არსებობს fact that it's რეალურად. a one-party parliament. გარდა იმისა, რომ ეს არის Not a ერთპარტიული single პარლამენტი, debate
ერთი დებატიც კი არ გამართულა პარლამენტში ბოლო 4 თვის განმავლობაში. არ არიან დამოუკიდებელი მინისტრები, რა თქმა უნდა, ან სააგენტოები, სახელმწიფო. ერთპარტიული მმართველობა არის დამყარებული საქართველოს სოციალურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში. საქართველოს მომავალი არის შეპყრობილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი, ეს არის მთელი ევროპისთვის გამოცდა. რაც ხდება საქართველოში უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც არის ორკესტრირებული მოსკოვის მიერ და რომლის მიზანიც არის შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარება. But Russia is expanding its military presence საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთში ზრდის, იქ აშენებს საზღვაო სამხედრო ბაზას, რაც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალას კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე ყირიმის militarizācija, ოდესაზე გაძლიერებული თავდასხმები, ეს არის უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც არის შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება. და საფრთხის შექმნა ამბიციური პროექტებისთვის, რომელიც უკავშირდებოდა შავ ზღვას, დაკავშირებადობა ენერგეტიკის კუთხით და ასე შემდეგ. კავკასია არის კრიტიკულ წერტილში. როდესაც სომხეთი დასავლეთისკენ მიწევს, მოსკოვი აძლიერებს ეწოლას ერევანზე. თუ საქართველო დაბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროში, ეს კავკასიას მოწყვეტს ევროპისგან. ერევანი იქნება უფრო მოწყვლადი და მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. თუ ევროპა აზიისკენ არსებულ კავშირს დაკარგავს, our chance to create a trade corridor independent of Russian control შევქმნათ ანაკლის ხმაწყლოვანი პორტი, რომელიც ruling party in Georgia დაკავშირებადობას გააძლიერებდა to take control of this key infrastructure. ჩაშლილია. The consequences ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. ამ ყველაფრის შედეგები შეიძლება შეუქცევადი გახდეს. Taking place in the Caucasus, ირანის ინტერესებს ესეც ძლიერდება, no longer strategic access to Central Asia's resources and markets. კავკასია მოწყვიტონ დასავლეთს. Europe then must act ევროპამ now. ახლავე უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ გავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელებში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია. ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის. ეს დაამტკიცებს იმას, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო თავდასხმა და შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ჰიბრიდული ომი აწარმოონ, არჩევნებში ჩაერიონ, ეკონომიკურად მოაქციონ, მოახდინონ გავლენა with authoritarian projects. და ასე მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ის ახლა ახალ მეთოდებს საქართველოში ცდის, როგორც ეს გააკეთა 2008 წელს, როდესაც სამხედრო აგრესიის გზას ცდიდა. And much less costly than the very uncertain issue of the war against Ukraine. კი შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტიანი იყოს მათთვის. უკრაინაში ომი რუსეთს ძალიან ძვირად უჯდება. To countries where it has already been carrying some initial tests. ამის შემდეგ რუსეთი ეცდება სხვა ქვეყნებშიც აწარმოოს მსგავსი ოპერაციები. მაგალითად, მოლდოვაში, რუმინეთში. Will try to use that და რაც არ უნდა იყოს მოლაპარაკებების Ukrainian elections, which might be very dangerous and give to Russia what it has not უკრაინაში არჩევნების დანიშვნის საკითხი aggressive war.
ხელს მისცემს რუსეთს. That might be expanded to და other დაეხმარება მას European მიზნების states, as we have მიღწევაში. seen some examples at different elections of recent times. The challenge thus goes beyond the Georgian experience. ეს გამოწვევა But the საქართველოს manipulation of elections and სცილდება. the rapidity არჩევნებით with მანიპულირება which a whole set of Russian laws have been implemented thereafter should ტემპი, be რომლითაც studied რუსული სტილის to კანონები prepare for მიიღეს. answers and counter strategies by Europe. ეს მიდგომა უნდა იყოს That is შესწავლილი why ევროპის მიერ და მათ უნდა literally შეიმუშაონ support, and that's of our საპასუხო სტრატეგია. traditional friends, ამიტომ but ლიეტოვის not less მხარდაჭერა და the ჩვენი support of ტრადიციული the მეგობრების nations of Europe that მხარდაჭერა are rediscovering the need ძალიან for a strong მნიშვნელოვანია. and self-sufficient Europe ასევე is more ევროპის critical ქვეყნები than ever. ნელ-ნელა იაზრებენ, The European Union რომ and NATO სუვერენული cannot თავდაცვის remain passive. მექანიზმების Europe should არსებობა take a კრიტიკულად closer look მნიშვნელოვანია. at the ევროპა financial networks supporting კარგად უნდა this regime, დააკვირდეს იმ ფინანსურ which სქემებს, are today რომელიც helping Russia მხარს to make of უჭერს Georgia a sanctions რეჟიმებს. evasion hub. The adoption of the offshore law მაგალითად that სანქციებისგან went თავი almost unnoticed არიდება. მაგალითად by the European ეგრეთ ოფშორების კანონი, authorities is in რომელიც reality directly challenging not only the ევროპის non-circumvention ყურადღების policy, but in მიღმა დარჩა. reality transforming Georgia სინამდვილეში into a gray ეს zone კანონები where sanctioned oligarchs და ეს კანონი and all საქართველოს kinds of ნაცრისფერ ზონად traffics აქცევს, can develop without legal რაც constraints. ხელს აძლევს At the door of ოლიგარქებს, Europe, this represents a threat რომ and a საკუთარი challenge that ინტერესებისთვის deserves better scrutiny გამოიყენონ. and reaction. The issue of ვითარება. sanctions, whether national შეეხება or სანქციებს, იქნება ეს collective, ეროვნული თუ on the part კოლექტიური, of the European Union ევროპის is მხრიდან important. But if მნიშვნელოვანია. sanctions have to be applied, they should not be სანქციები exclusively punitive, but დაწესდება. set in a political strategy that is lacking today, that make these ეს უნდა იყოს sanctions a part of დიდი the real პოლიტიკური conditionality policy, სტრატეგიის ნაწილი და ის linking უნდა them ეფუძნებოდეს to the demand of new elections and hence to a clear წინაპირობებს. beyond what has მაგალითად, been up to now. არჩევნების The de facto დანიშვნის საკითხს. non-recognition policy, the European Union should რაც შეეხება express more de facto support არაღიარების to what სტრატეგიას is the არჩევნებისადმი. only known stable and peaceful way out of the current standoff ევროპამ უნდა გაიაზროს, between the ruling party and რომ the ეს არის protests ერთადერთი that are entering their fifth months. მშვიდობიანი გზა And that is new elections in a free and fair environment. ხარებს შორის No alternative საერთო აზრის exists to გამონახვისთვის. that. No ამის peaceful ალტერნატივა, alternatives. მშვიდობიანი ალტერნატივა ამისი არ არსებობს. Instability. Because if we do not find თუ this ჩვენ alternative together, this would mean either ამას Georgia turning ერთად completely into a Russian ვერ model, მივაღწევთ, ეს and ნიშნავს, რომ thus a საქართველოს failure სრულიად for the რუსულ European მოდელზე policy in that part of the გადაეწყობა world, და ეს იქნება ევროპული სტრატეგიისა და where მიდგომის decades წარუმატებლობის of European შედეგი engagement and resources have been spent, და გაფლანგვა იმ or რესურსებისა, risking volatility, instability, რომლებიც that ევროპამ is the გაიღო, usual end to such a long-standing, deep ან and ეს შექმნის unresolved crisis. არასტაბილურობისა და While trying to find დაძაბულობის a way რისკს. to the war in Ukraine, clearly nobody should want to see erupting თქმა უნდა, a new open crisis and არავის სურს instability ახალი in the არასტაბილური periphery of Europe and of the Black კერის Sea. Especially that დაჩენა this ევროპის today პერიფერიაზე. can still be prevented and should დღეისათვის be prevented. ამის თავიდან აცილება კვლავ შესაძლებელია და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. Security strategy, ახალი one that უსაფრთხოების secures სტრატეგია Europe's access to Central შავ Asia, ზღვასთან და კავკასიასთან strengthens დაკავშირებით, NATO's presence and blocks Russian and Chinese რომელიც expansion in the დაბლოკავს region, რუსეთისა და is ჩინეთის indispensable. ექსპანსიას. Such a strategy needs a აუცილებელია. partner. And ამ the only სტრატეგიას partner სჭირდება available is a stable and democratic Georgia, პარტნიორი რეგიონში one და that will ერთადერთი encourage and ასეთი support პარტნიორი the შეიძლება იყოს path that დემოკრატიული its და neighbor სტაბილური Armenia is საქართველო. now engaged in. The progress in the peace talks between Armenia and სომხეთსა და Azerbaijan აზერბაიჯანს შორის opened the way სამშვიდობო to a stronger and მოლაპარაკებების peaceful Caucasus, საკითხში which პროგრესი needs, again, შესაძლებლობას Georgia to hold აჩენს its positions კავკასიაში and be the strong მშვიდობის anchor დამყარებისა. of our EU and Europe-American partners, as it has been for the past და ამას 3 სჭირდება decades. ასევე დემოკრატიული და სტაბილური Last but not საქართველო. least, ბოლოს talks about the readiness of the European Union to replace funds ევროკავშირის to official programs that have საუბაზე been suspended by საუბარი emergency support for გამოყოს civil ფინანსები society, including
financial aid for persecuted activists, independent journalists, and NGOs who are fighting on the front lines of democracy have to not remain words but become reality. Time is running out, and until now, the repressive laws are cutting the channels faster than those that could. But you have to find the ways and means to deliver such support in the same way as creative channels were created in the case of Russia and Belarus earlier on. Survival on our vibrant civil society is at stake. So all of that, and that is my message, it's not just about defending Georgia. It is about defending Europe's own strategic future and its own identity. If Europe, that is rediscovering its strengths and the need for autonomy, cannot find the ways to have leverage on a small country with a massively pro-European population and bring it back through carrots and sticks to its chosen path as a candidate country. If Europe cannot manage its own decision-making process so as not to be paralyzed by a few, then the challenge goes much beyond Georgia and will affect the credibility of EU's foreign policy, of its development policy, and of its policy of becoming a strong economic, political, and military power. We are one of the countries with the most determined pro-European population. For a long time, front runner of the European integration, where large resources from our European, NATO, and American partners were devoted to create and sustain independent institutions, justice, police, army, in order to enforce stability and security. All of these investments have to be defended and secured, not only for Georgia's sake, but for Europe's own sake and for our common future. Lithuania understands this better than anyone. You know what it means to resist Russian domination. You know that democracy is not given, it is fought for, and you have proven that victory is possible. That is why Georgia counts on Lithuania. That is why we count on Europe, because if we stand together, we will not only save Georgia, we will preserve the security and integrity of Europe itself. Thank you.